მოგესალმება, ეს არის დღის ქრონიკა. Როგორ უნდა გადაიტვირთოს თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებული ურთიერთობა? პარლამენტის თავმჯდომარეს ამაზე 3 პუნქტიანი მოსაზრება აქვს. უნდა შეწყდეს არჩევნებში ჩარევის მცდელობა, ქართული მართლმსაჯულების მიმართ ცილის წამება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მფარველობა. თითო პუნქტზე შალვა პაპუაშვილს მაგალითებიც მოყავს. არჩევნების ჩარევაზე ის 2024 წლის მოვლენებს იხსენებს. მართლმსაჯულების თემაზე ევროსასამართლოს ყველა ის გადაწყვეტილება მოყავს, სადაც ბრიუსელი მოპასუხე მხარის გულშემატკივარი იყო. რაც შეეხება პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს, აქ შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა გაიხსენა, რაზეც ევროკავშირი უკვე ერთი თვეა დუმს. დუმილი იყო პასუხი თბილისში მყოფი პასეს დელეგაციის მხრიდანაც. უბრალოდ გაუგებარი რჩება ეს დუმილი რითიან განპირობებული, ან რატომ არის რთული ევრობიუროკრატებისთვის სახელი დაერქვას იმას, რაც დღესავით ნათელია და დემოკრატიული სამყაროსთვის წესით და კანონით მიუღებელი. დღეს მედიის ყურადღება კიდევ ერთმა ფაქტმა მიიპყრო და რაც მთავარი ამ ფაქტზე კომენტარის სკანდალურიც გამოდგა. როგორც გაერკვა, ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სამართალ წარმოებას იწყებს. ოღონდ ამას აკეთებს უცხოელი პარტნიორების თხოვნითა და მითითებით. მართლმა ძალამ, როგორც თავად ამბობენ, ამ კომენტარით დღეს ის ბრალდება გაამყარა, რაზეც ბოლო წლებია აქტიურად საუბრობს, რომ ქართული ოპოზიციის რადიკალური ფრთა გარე ძალებიდან იღებს დავალებებს. მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამაშვილთან და მოგვიანებით ანალიტიკოს გიორგი ქაჯაიასთან ერთად. მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს, რატი იონათამაშვილი შემოგვიერთდება. მოგესალმებით ბატონო რატი, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. ჩვენს ეთერამდე კიდევ ერთი ბრიფინგი ჩატარდა პროკურატურაში ისევ და ისევ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით. მე კონკრეტული თემის კომენტირებას არ გთხოვთ, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი ტენდენცია ბოლო რამდენიმე თვეების განმავლობაში ხელისუფლებას აქვს გაცხადებული პოლიტიკა კორუფციას და ბრძოლის წინააღმდეგ. არაერთი ხმაურიანი და რეზონანსული საქმე მოვისმინეთ და ზოგადად ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა, რომ კორუფციის სიმცირით სოფლიოს სამეულში მოხვდეს. ეს საკმაოდ ამბიციური გეგმა. მოდით ამას კითხავთ ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობის ჭრილში, ასე დავსვამ ამ კითხვას. თუ ეს გეგმა რეალიზდა, როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედებს ეს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობაზე, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკომისიის დასკვნაში ეკონომიკური ნაწილი და ზოგადად ეს მიმართულება საკმაოდ დადებითად იყო შეფასებული. დიახ, მადლობა ამ კითხვისთვის. პირველ რიგში ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში არის მკაცრი და თანმიმდევრული. რაც გულისხმობს, როგორც საკანონმდებლო დონეზე ჩარჩოს მოწესრიგებას და უფრო ისეთი მექანიზმების გაჩენას, რომელიც აზღვევს კორუფციის რისკებს, მეორე მხრივ უკვე კორუფციულ დანაშაულზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას. ამიტომ ეს ერთმანეთის შემავსებელი კომპონენტებია ამასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანი არის, რომ ესეთი პროაქტიული არის ორივე მიმართულები ჩვენი ხელისუფლება. როგორც იცით, ეს იყო მთავარი გზავნილი, როდესაც ქართული ოცნების პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე მობრუნდა პოლიტიკაში. მაშინ მის სიტყვით გამოსვლაში სწორედ ეს აქცენტები გაკეთდა და ეს იყო მთავარი და ის იყო უნიშნელოვანესი მაშინაც, როდესაც მამუკა მდინარაძეს ვისჩევდით უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პოზიციაზე, მაშინაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც მან გაამახვილა თავის პროგრამაში ყურადღება, ეს იყო კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა და ჩვენ უკვე ხედავთ, რომ ეს ყველაფერი კონკრეტულ საქმეებზე აისახება, კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზე აისახება და ის ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ ლიდერ სამეულში იყოს კორუფციასთან თავისუფლების ჭრილში, საქართველოს საკმაოდ რეალისტური არის და ეს უბრალოდ იმიტომ არ ხდება, რომ უბრალოდ თავისი შინაარსით კორუფციული დანაშაული არის უკიდურესად მიუღებელი. პირველ რიგში ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ რაც უფრო დაცული არის ქვეყანა კორუფციული დანაშაულისაგან, მით უფრო დაცული არის ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. და სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი, რომ ერთის მხრივ პროპორციული რეაგირება იყოს კონკრეტულ დანაშაულზე და მეორე მხრივ საკანონმდებლო ჩარჩო იწროდეს იმის გარანტიებს, რომ მინიმუმდე დავიდეს ასეთი დანაშაულის ჩადენის რისკები. რაც შეეხება ამ ყველაფრის შეფარდებას ევროკავშირთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ევროპული ღირებულება ერთ-ერთი უმთავრესი არის კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო. მაგრამ ჩვენ ხედავთ
უკიდურესად სუბიექტურ შეფასებებსაც, მაშინ მაგალითად, როდესაც ფასდება თუნდაც საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის დაახლოება ევროპულ ღირებულებებთან, ჩვენ ვიცით ზუსტად და ეს ამას ვერც მათ ანგარიშებში ვერ მალავენ, რომ თუ სადმე არის ძალიან ღრმა კრიზისში კორუფციიდან გამომდინარე ვითარება, ეს არის სწორედაც უკრაინა და მოლდოვა. მაშინ, როდესაც საქართველო ამ მიმართულებით ყველა ობიექტური საერთაშორისო შეფასებების ინდექსით არის ერთ-ერთი ლიდერი მოწინავე ქვეყანა და პროგრესული დინამიკა უტყუარია. აი ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო ხედავს ჩვენი საზოგადოება, რომ ეს შეფასებები საბოლოო ჯამში, რასაც ევროპული სტრუქტურები აკეთებენ ხოლმე, არ ეფუძნება ობიექტურ რეალობას. მაგრამ როგორც კი მოხდება ევროპული ღირებულებებისკენ შემოbrunება ევროპული ინსტიტუტების, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ქმედითი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ამ მიმართულებით აქვს გადადგმული, ძალიან ბევრისთვის სამაგალითოც კი იქნება, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც კორუფციული დანაშაულების შესახებ სულ უფრო მეტად ისმის ევროპარლამენტის. აი, შემოbrunება რამ უნდა განაპირობა? რა შეიძლება გახდეს საფუძველი ამ შემოbrunების, სად შეიძლება იყოს სივრცე ხელახლა გადატვირთვის? მე სპეციალურად ვახსენე დადებითად შეფასებული ეკონომიკური ნაწილი, იმიტომ რომ როცა ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვაზე ვსაუბრობ, ყოველთვის ამ ერთ კითხვას. რა წილი აქვს ამ ყველაფერში ეკონომიკას, ეკონომიკურ გეგმებს, რომელიც უმნიშვნელო სულაც არ არის ევროკავშირისთვის, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის მოვლენებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მიმდინარე ომის ფონზე. როდესაც ევროკავშირი შეიქმნა, პირველ რიგში თქვენ იცით, რომ ეს იყო მშვიდობის და კეთილდღეობის პროექტი. მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ ომისგან თავისუფალი უნდა იყოს სივრცე, რასაკვირველია პირველ რიგში, რაც შეეხება კეთილდღეობას, კეთილდღეობა სწორედ ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს. ამიტომ ეს არის ის ძირითადი ფასეულობები, რაზეც დგას ევროკავშირი და რაც ჩვენთვისაც მიმზიდველი იყო, რასაკვირველია. მაგრამ ჩვენ დღეს რა ვითარებასაც ვხედავთ ზუსტად იმას, რომ ომის პარტია არის ძლიერი ევროპულ სტრუქტურებში და ასევე ხედავთ იმას, რომ სულ უფრო ხმამაღლა ისმის კორუფციული ბრალდებები კონკრეტული ევროფუნქციონირების მიმართულებით და ასევე ორმაგი სტანდარტი, რომელიც დღეს დამკვიდრებული არის და გადათელა ყველაფერი შეიძლება ითქვას ევროსტრუქტურებში. მაშინ როდესაც და ეს ყველაფერი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, ხო? იგივე თქვა გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც ევროპისთვის არის თურმე კარგი ევროპული ქვეყნებისთვის და ცუდი არის საქართველოსთვის, კანონის უზენაესობა, რომელიც კარგი არის თურმე ევროპის ქვეყნებისთვისაც ცუდი არის საქართველოსთვის და ასე შემდეგ ეს დაუსრულებლად შეგვიძლია ამ შესახებ ვისაუბროთ. მაგრამ თავარი არის რა, რომ ჭეშმარიტ ღირებულებებთან მოbrunება პირველ რიგში ეს არის ევროპის ინტერესებში. და ის უნდა დაუბრუნდეს იმ საფუძვლებს, რაზეც შეიქმნა ევროკავშირი და უნდა დაიცალოს ისეთი დღის წესრიგისგან, რომელიც უსამართლო მიდგომებზე, არაკეთილსინდისიერ მიდგომებზე, მიკერძოებულ შეფასებებზე იქნება დამოკიდებული და უფრო მეტიც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ პირდაპირ წახალისება ხდება ძალადობის და უსამართლობის. არა მარტო საქართველოს საფუძველზე, თუნდაც და პირდაპირ ჩარევა ხდება დემოკრატიულ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში. და ესეც არა მხოლოდ საქართველოს მაგალითზე. ამიტომ ეს ყველაფერი პირველ რიგში პრობლემებს უქმნის ევროპულ პერსპექტივას, ევროკავშირის პერსპექტივას და სწორედ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში მართველი ხელისუფლებები განიცდიან ისტორიულ მინიმუმს რეიტინგის ჭრილში, ვინაიდან მათ უღალატეს იმ ღირებულებებს, რისთვისაც მათ ხალხმა მანდატი გადასცა. ის რაზე თქვენ საუბრობთ, ეს არ არის სწრაფი პროცესი, ანუ ამას გარკვეულწილად დიდი დროც დასჭირდება, რომ მოხდეს გარკვეულწილად შემოbrunება. მე უფრო აქცენტს ვაკეთებდი იმაზე, რამდენად შეიძლება მაგალითად შუადერეფნის ფაქტორი იყოს განმაპირობებელი, მაგალითად იმისა, რომ გარკვეულწილად მოხდეს გარკვეული საკითხების გადაფასება. ისეთის მაგალითად, როგორც არის 4 ოქტომბრის მოვლენები, დამხობის მცდელობა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ყოველდღიურად ელის ბრიუსელისგან რაიმე რეაგირებას, შეფასებას, მაგრამ ამაოდ როგორც ხედავთ ამ დროისთვის. აი, ჩემ შესავალ სიტყვაშიც ვახსენე, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც წესით ამის შეფასება არავისთვის პრობლემა არ უნდა იყოს. კარგს, ანუ ყველაფერი შეიძლება დაერქვას თავისი სახელი, მით უმეტეს, როდესაც ყველაფერი დღესავით ნათელია, მაგრამ ამის მიუხედავად არაფრით ბრიუსელს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს. აი, რა ახსნა გაქვთ, რატომ ხდება ეს?
პირველ რიგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აჟღერებს ქართველი ხალხის სურვილს და ქართველი ხალხი ელის სუსტად ევრობიუროკრატებისგან 4 ოქტომბრის ობიექტურ შეფასებას. თითოეული დღე, როდესაც არ ხდება ამ ყველაფრის შეფასება, ნიშნავს, რომ ევროპელი ფუნქციონერები დგანან ძალადობის, ექსტრემიზმისა და შიდა ტერორიზმის მხარეს. და სამწუხაროდ ჩვენ ამისი კონკრეტული მაგალითებიც ვნახეთ, როდესაც ევროკავშირის ელჩი მაგალითად პასტორალურ ჟანრში ამყარებდა ურთიერთობას იმ ადამიანთან, რომელიც პირდაპირ ახდენდა პროპაგანდას ძალადობის, მოუწოდებდა სხვებს ძალადობისთვის, როგორ უნდა დაამზადონ მოლოტოვის კოქტეილი და როგორ უნდა გამოიყენონ ისინი, ანუ ადამიანებს ცეცხლი როგორ წაუკიდონ, ამის მოწოდებას აკეთებდა და ინსტრუქციებს გასცემდა და თურმე ესეთი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლი ყოფილა და ასე შემდეგ. ამისი ძალიან ბევრი მაგალითი უნდა შეგვიძლია გავიხსენოთ. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ხდება ძალადობა და გაუგონარი ძალადობის სურვილი იყო 4 ოქტომბერს, როდესაც დესტრუქციულმა ძალებმა სცადეს საქართველოს დამხობა, ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არ გამოუვიდა, რა თქმა უნდა, ბეწვისხიძე გაიარა ჩვენმა დემოკრატიამ და სუვერენიტეტმა იმ დღეს და სწორედ ჩვენი სახელმწიფო უწყებების ეფექტური გამართული მუშაობით, ანუ პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანების დაცვით მოხდა ისო ჩვენ ავირიდეთ ძალიან ესეთი ქაოსური ვითარება ჩვენს ქვეყანაში. და როდესაც ჩვენ ხედავდით მაშინ, რომ ფაქტობრივად ძალადობა დაწყებული არ იყო ჯერ და ცალკეული ევროპარლამენტარები უკვე სოციალურ ქსელებში კმაყოფილ პოსტებს დებდნენ მოახლოებულ ბრწყალებში ძალადობაზე, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ იყო წახალისება ამ ყველაფრის. და ვინც არ ახდენს ამის შეფასებას, ის, რა თქმა უნდა, კოლექტიური უკნევიჩიენის ნაწილი ხდება ევროპულ სტრუქტურებში. ამიტომ ჩვენი საზოგადოება მოელის დღესაც, რომ მოხდეს ობიექტური შეფასება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს შეფასება ჭირდება თვითონ ევროკავშირს, ვინაიდან როდესაც არეულობას ნერგავს ქვეყანაში, საბოლოო ჯამში საკუთარ რიგებში იღებ ამ არეულობას და ჩვენ ამისი არაერთი მაგალითიც ვნახეთ და ამას ყველაფერს მე დომინოს პრინციპი აქვს ხოლმე. სხვა საკითხია, რომ ჩვენ დავიცავით და კიდევ დავიცავ ჩვენს ქვეყანას გარეთ და შიდა საფრთხეებისგან, მაგრამ ობიექტური აღიარება და შეფასება სჭირდება პირველ რიგში ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. დღეს კიდევ ერთი თემა იყო, რაზეც მაგალითად ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, ეს არის ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება, რომ მათ სამართალწარმოება, საკონსტიტუციო სამართალწარმოება დაიწყონ ქართული ოცნების საარჩევნზე და მოხდეს ამაზე საკონსტიტუციო მსჯელობა რეაგირება. ოღონდ აქ ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხი არის, როგორ აიხსნა ეს ყველაფერი. ლევან ბეჟაშვილი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ამას აკეთებს ნაციონალური მოძრაობა პარტნიორების თხოვნით, მოთხოვნით და მითითებით, რჩევით. თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ნაციონალური მოძრაობა გარძალებისგან იმართება, რომ რადიკალური ოპოზიციური ფრთა გარედავალებებს ასრულებს და ამავდროულად და ასე შემდეგ. აი, რა პერსპექტივა აქვს ამ დავას და აი პარტნიორებს რა სურთ, თუ კი ასეთი რჩევა მართლაც იყო მათი მხრიდან? პირველ რიგში ნაცების საკონსტიტუციო სარჩელი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე დიდი პოლიტიკური ანეკდოტი. ვინაიდან ეს პარტია მოძალადეთა ჯგუფი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ებრძოდა საქართველოს კონსტიტუციას. ჯერ როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ჩვენ გვახსოვს პირადი გემოვნებით თითქმის კვირაში ერთხელ ცვლიდნენ კონსტიტუციას და ამით ისინი გამოხატავდნენ პატივცემულობას საქართველოს კონსტიტუციისადმი და შემდეგ უკვე როდესაც ოპოზიციაში გაიყვანა ქართველმა ხალხმა ეს ძალები, ისინი ყველაფერს ცდილობდნენ, რომ თავს დასმოდნენ და ფეხქვეშ გაეთევათ საქართველოს კონსტიტუცია და დემოკრატიული პროცესები. უარყოფდნენ ყოველთვის კონსტიტუციას და მაშინაც დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმიდან, როდესაც მათ არ დაუჭირეს მხარი და პირიქით სიძულვილის ენით გამოდიოდნენ და თავს ესხმოდნენ ამ პროცესსაც და შემდეგ უკვე მათი კონკრეტული ქმედებები იქნებოდა ეს არჩევნების წრეში სახელმწიფო გადატრიალების ცდილობებიდან თუ ასე შემდეგ ისინი ყოველჯერზე ებრძოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ კონსტიტუციას და ეხლა თურმე საკონსტიტუციო მართლმსაჯულება გაახსენდათ. ბატონი ბეჟაშვილი უფრო გულწრფელი იქნებოდა თუ იტყოდა, რომ უცხოელი პატრონების დავალების საფუძველზე მიმართავდნენ
საკონსტიტუციო სასამართლოს და აქაც ჩვენ ვნახეთ, რომ საჩერზე ფაქტობრივად არ ულაპარაკია და თავის მართლებას ჰქონდა მხოლოდ ადგილი. და თავის მართლება იმიტომ დასჭირდა, რომ ესენი არაკურწფელი ადამიანები არიან სინამდვილეში და როდესაც არ ხარ კურწფელი, რა თქმა უნდა, შენიშნებები ჩვენ თავთან წინააღმდეგობაში გამოდიხარ. არასდროს არ გამოიწვევს საზოგადოების დობას თუ ერთ დღეს გამოხარდა იტყვი რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს და მეორე დღეს გამოხარდა იტყვი რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მივმართო. ან ერთ შემთხვევაში იტყვება, ან მეორე შემთხვევაში ხო სხვანაირად არ შეიძლება და აი უბრალოდ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აგენტურის ძალიან სავალალო ბედზე, აი ეს სახეები წარმოადგენენ სწორედ ამ სავალალო ბედის შედეგებს. რომ მათ არ გააჩნიათ პრინციპები, მათ არ გააჩნიათ ღირებულებები და რასაც ჩასახებენ უცხოელი პატრონები ყოველთვის მზად არიან ის ამოსახონ. მოდით ახლა იმ ნაწილს შევეხოთ, რა სურთ პარტნიორებს მე დავსვი ეს კითხვა, იმიტომ რომ ერთი მხრივ ამ პარტნიორების ნაწილი კითხვებს სვამს საქართველოს ხელისუფლების მიმართ კითხვებს სვამს არჩევნების ობიექტურად ჩატარებაზე, როგორც ოპოზიცია ამტკიცებს არალეგიტიმურად ცნობს საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ იგივე პარტნიორები ნაციონალურ მოძრაობას ურჩევენ, როგორც თავად ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებმა თქვეს, კონსულტაციების შედეგად, მათგან მიღებული კონსულტაციის შედეგად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. აი მეორე მხრივ ურჩევენ, რომ წავიდნენ პარტიის წარმომადგენლები და იდამონ საკონსტიტუციო სასამართლოში. რა ეტაპია ეს, რა პროცესია? არის აქ დაახლოებით იგივე პროცესებთან გვაქვს საქმე, რაც მაგალითად 4 ოქტომბრის არჩევნების წინ განვითარდა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს 4 ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პროექტი არსებობდა, პარტიებს მათ ნამდვილად ვერ უწოდებ, როდესაც მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ 2 მათგანი უნდა გაეყვანათ არჩევნებზე და დარჩენილი 2 მათგანი უნდა თქვათ ბოიკოტის რეჟიმში ემყოფებინათ. და იგივე პროცესები იყო მაშინ, როდესაც პარლამენტში შესვლა არ შესვლაზე იყო საუბარი და ასე შემდეგ. ეს მათი პატრონები შე შემთხვევაში როლებს ანაწილებენ ხოლმე და სხვადასხვა როლებიდან ცდილობენ რომ ათამაშონ ეს პოლიტიკური პროექტები. ახლა სხვა საკითხი არის, რომ არც ერთ მათგანს ამ დავალების შესრულების არანაირი შნოდაუნარი არ გააჩნია. და ყოველთვის უხარისხოდ ასრულებენ იმ დავალებებს, მაგრამ ამ დავალებებში ყოველთვის არის ხოლმე მზაკრული ელემენტები, რა თქმა უნდა, სინამდვილეში. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ისინი ვერ შეუშლიან და ვერც უშლიან ხელს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მათ შორის ეკონომიკურ განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის ძალიან დიდი მცდელობები აქვთ ხოლმე და ისევე ვერ იტანენ ქართულ დემოკრატიას, როგორც ქართულ ეკონომიკას სინამდვილეში. მაგრამ როგორც მარცხდებიან პოლიტიკურ ველზე, ასევე მარცხდებიან დემოკრატიულ და ეკონომიკურ ველზეც. და პირველ რიგში მარცხდებიან საქართველოსთან. და ის სწორედ ესე დამარცხდებიან საკონსტიტუციო სასამართლოშიც და ისევ საქართველოსთან. დიდი მადლობა, რატი იონა თამიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ამ თემას გავაგრძელებთ ახლა ჩვენ შემდეგ სტუმართან, ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია შემოგვერთება. მოგესალმებთ გიორგი, გმადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის. როგორც უკვე აღნიშნეთ, ნაციონალურ მოძრაობას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოება დაიწყოს. პირველ რიგში ასაჩივრება საგამოძიებო კომისიის დასკვნა და შემდეგ უკვე პარტიების გაუქმების საკითხს. წინა შემთხვევაშიც დავსვი ასეთი კითხვა. ეს გადაწყვეტილება, როგორც თავად თქვეს, უცხოელ პარტნიორებთან კონსულტაციის, რჩევით, მითითების თხოვნის შედეგად მიიღეს. აი, უცხოელი პარტნიორები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებენ, ხშირ შემთხვევაში ხმამაღალი განცხადებებითაც გამოდიან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ურჩევენ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებს, რომ წავიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში. აი, ეს რა პროცესია? თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესის პერსპექტივას? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელსა და მაყურებელს. პირველ რიგში თქვენ ახსენეთ, რომ ურჩევენ. ეს რჩევა არ იყო, როგორც ბატონმა ბეჟაშვილმა თქვა, ეს იყო მოთხოვნა და ეს იყო დავალება თავისი გარე პატრონების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მისამართით, ხო? მათ უბრალოდ თავისუფალი ნება არ გააჩნიათ იმის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და ყველაფერი დაწერილი სცენარით, რასაც ბრიუსელის კაბინეტებში იწერებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, იძულებულნი არიან, რომ გარე დამკვეთების
და ასე ვთქვათ დავალებები შეასრულოთ. ერთი ევრობიუროკრატის მხრიდან საჯაროდ თუ იყო გამოთქმული მოსაზრება იმისა, თუ ჩაიხედეს იმ დოკუმენტში, თუ რის საფუძველზე ხდება ნაციონალური მოძრაობის როგორც პარტიის აკრძალვის მოთხოვნით და გასამართლების მოთხოვნით კონკრეტული სუბიექტებს გულისხმობ, ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოში დავა. ხო, რა სარჩელი შევიდა ამის შინაარს, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოაბზადა. ის ადამიანები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას იღებდნენ და რასაც ყვებოდნენ. ერთი ადამიანის მხრიდან, ერთი ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან თუ იყო კითხვა დასმული, რომ მოდი შევისწავლოთ ეს საკითხი, მოდი ჩავხედოთ შინაარსობრივად გავეცნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვუწოდოთ ნაციონალურ მოძრაობას, რომ რჩევის სახით, ასე ვთქვათ, დავა დაიწყონ სტრასბურგში. ხო, რა თქმა უნდა, რასაკვირველია ეს არ ყოფილა, იმიტომ რომ მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის უფლებები, ქართველი ხალხის ღირებულებები, ეს ბოლო წლების განმავლობაში მკაფიოდ და ნათლად გაიშიფრა მათი ჩანაფიქრი ქართულ საზოგადოებასთან და ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით და ამიტომ ერთადერთი რაც არის, ეს არის ისევ და ისევ რადიკალიზმისკენ წახალისება და ისევ და ისევ მოწოდება არა რჩევის სახით, არამედ დაჟინებული მოთხოვნის სახით, რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც არაერთხელ, ასევე კვლავ უჩივლოს საქართველოს, უჩივლოს იმ თავისი რეჟიმის სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმის მხრიდან დაზარალებულ ასეულობით ადამიანს და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ასე ვთქვათ, საპირისპიროდ იმოქმედოს, მაგრამ ჩვენ ყველა ძალიან კარგად გვახსოვს ნაციონალური მოძრაობის საჩივრები ბრიუსელში, როგორ დასრულდა საქართველოსთან მიმართებით, დასრულდა, რა თქმა უნდა, კრახით და ეს არჩელიც არაფერი დიდი მომასწავლებელი არ არის და საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რო იყოს, ეს არის ის მცდელობა, რომ რაღაცა პოლიტიკურად იტივტივონ და თავი გადაირჩინონ. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს მტკიცებულებები, დაახლოებით 500 გვერდიანი მტკიცებულებებია და არსებობენ ის ადამიანები და ცოცხლები არიან, რომელთა ოჯახებში ეხო მათი სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმი და ეხა რაზე ვსაუბრობთ ხო საერთოდ, მაგრამ ეს ხალხი დაკავებული არის ეს არის ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ანუ არ მიიჩნევს არჩევნებს არსებულ ვითარებაში გამოსავლად. ეს არის ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ ქუჩა არის გამოსავალი. ეს არის ოპოზიცია, რომელიც რევოლუციურ სცენარით მიდიოდა 4 ოქტომბერს და ეხლა უცებ გადაწყვიტეს, რომ თუნდაც ბოლო ინსტანცია საერთაშორისო სასამართლო იყოს, ამ გზით წავიდნენ პროცესი ამ გზით განავითარონ. ცოტა მაინც გაუგებარი რჩება. ეს არის ოპოზიცია, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში დემოკრატიისთვის ზირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა. ეს არის ოპოზიცია, რომელიც ფიქრობს არა კონსტრუქციული და შინაარსიანი პოლიტიკის კეთებაზე, არამედ თუ როგორ ავნოს თავის სახელმწიფოს. ეს არის ოპოზიცია, რომელიც დანოსების წერით არის დაკავებული ევრობიუროკრატებთან და ბრიუსელის კაბინეტებში და ეს არის ოპოზიცია, რომელიც გაიშიფრა დადასტურებული ფაქტები არსებობს იმისა, თუ საიდან ფინანსდებოდნენ და სწორედ ევროკავშირის წარმომადგენლები და მათ მიერ შექმნილი და დაფინანსებული NGO სექტორის მხრიდან ფინანსდებოდა როგორც ნაციონალური მოძრაობა და ასევე მათთან აფილირებული მესამე სექტორის წარმომადგენლები და ეს არის ოპოზიცია, რომელიც რა თქმა უნდა დაგვიანებულია მათი გასამართლება, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს ამას ელოდება ათეულობით და ასეულობით, შეიძლება ითქვას 1000-ეულობით ქართული საზოგადოების წარმომადგენელი, რომელმაც პირადად იწვნია თავის ოჯახებზე მათი სისტემური დანაშაული და ამას უბრალოდ ოპოზიციად ვერ მომნათლავთ. რომელმაც მიიღო მონაწილეობა კამპანიაში, აი ეს როდესაც ქვეყნის სტატუსის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხდებოდა, ისინი არ თმალავდნენ ამის შესახებ, როგორ უარყოფით როლს ასრულებდნენ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ესე ვთქვათ, იარლიყით ხდებოდა ამის წარმოჩენა. ახლა უკვე ვიზა ლიბერალიზაციაზე მიდის საუბარი, თუმცა მაგალითად დღეს მედიაში გავრცელდა ამის შესახებ ინფორმაცია, რომ ბრიუსელი ჩამოყალიბებულია, რომ კონკრეტული ჯგუფების მისამართით მოხდეს სანქციების გამოყენება, ვიზის შეჩერება და არა მთელი მოსახლეობის. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაინც რა განვითარებას მიიღებს ეს პროცესი? ნახეთ, ჩვენ ხო საუბრობთ, ქალბატონო თია, ჩვენ ხო საუბრობთ კონკრეტულ
კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობაზე, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა იყო დღეს ფლაგმანი, ხო? ანუ მათი განცხადებები მუსირებდა მთელი დღის განმავლობაში ტელევიზიებში. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც პირდაპირ რუსეთთან იყო დაკავშირებული და რუსული პოლიტიკის გამტარებლები იყო, მაშინ როდესაც ტალიამინის დასკვნა გავიხსენოთ, ხომ? რას მიუერთდნენ და როგორ დაადანაშაულეს თავისი სამხედროები და ის მართლა გმირი ბიჭები, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს თუ რა რეზოლუციაზე ხელის მომწერი პოლიტიკური გუნდი და პასუხისმგებელი სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო და სავაჭრო ასე ვთქვათ ორგანიზაციაში როგორ მისცეს გადამწყვეტი იყო მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხმა და როგორ დაუჭირეს მხარი რუსეთ სავაჭრო ორგანიზაციაში ასე ვთქვათ თავისი არეალის გაფართოებისკენ. ეს იყო პოლიტიკური ძალა, რომელმა პოლიტიკურმა ძალაც ყველა სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდა რუსეთს, ხომ? და ვიზზე საუბრობენ, რაზე საუბრობენ, საერთოდ რა დემოკრატიაზე საუბრობენ და რა ევროკავშირის ღირებულებებზე საუბრობენ, მაგრამ აქ არის ყველაზე გულსატკენი ის ფაქტი, რომ რატომღაც ყველას არ გულისხმობთ, რასაკვირველია, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლებისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური გემოვნება ამ ეტაპზე ერთმანეთს ემთხვევა და ამ ეტაპზე მოკავშირეები გახდნენ და ევროკავშირის შემავალი წევრი სახელმწიფოებმა იმის ნაცვლად, რომ დემოკრატიის გაღრმავებასა და ჩვენი ქვეყნის და მათ ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის რაღაც გაღრმავებაზე და პოზიტიური როლის თამაშზე შეიტანონ წვლილი, დაკავებულები არიან კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის და მათთან ასე ვთქვათ დანაყოფების წახალისებით. აი რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, ხომ? ანუ ნაციონალური მოძრაობა თვითონ არის კრიმინალური სინდიკატი. მე ერთ კითხვას ჩვენ დრო თითქმის იწურება და აუცილებლად მინდა მოვასწროთ ამ საკითხზე. საუბარი გავცდეთ მოდით საქართველოს, მაგრამ ძალიან შორსაც არ წავიდეთ ევროპაში დავრჩეთ. დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ ტრამპი მხარს უჭერს ბრიუსელის ალტერნატიული ცენტრის შექმნას. ასეთი მოსაზრება გაჩნდა და ეს ისტორიული შეხვედრა უნდა ყოფილიყო თითქოს სიგნალი ევროკავშირისთვის. თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, შეიძლება განვითარდეს სცენარი ესე? ტრამპსა და ორბანს შორის რასაკვირველია ძალიან გულთბილი, ნუ რასაც უყურებთ ჩვენ, ხომ? ქართველი ხალხი ძალიან გულთბილი და პოზიტიური და დადებითი შეფასება შეგვიძლია მივცეთ მათ შეხვედრას, რომ ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშეები უფრო მეტად შესაძლოა, რომ ორბანმა თავისი ასე ვთქვათ ძალაუფლება უფრო გაიმყაროს, მაგრამ აქვე არ დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ორბანი არის ერთ-ერთი მოკავშირე ჩვენი ქვეყნის აქტიური გულშემატკივარი, ჩვენი მეგობარი და არ დაგვავიწყდეს ის ფრაზაც ძალიან გასათვალისწინებელია, როდესაც ორბანმა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მოუწოდა ევროკავშირს, რომ პირველ რიგში თითის დაქნევით რასაკვირველია, რომ ევროკავშირიო ცდილობსო უნგრეთშიო მარიონეტული ხელისუფლებით შეცვალოსო ჩემი მთავრობაო და მეორე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსი შურს, ვინაიდან საქართველო არის ის მხეცი, რომლიცაც ეშინია ევროკავშირს და ეს დაასაბუთა იმით, რომ საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდა, საქართველოს აქვს ძალიან დამოუკიდებელი სასამართლო, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ბევრ სახელმწიფოს ჯობია, რომელიც ევროკავშირში შემავალი წევრი სახელმწიფოები არიან კორუფციასთან ბრძოლით და ბოლო დღეებს და ბოლო თვეების ასე ვთქვათ ანგარიშებით ეს ყველაფერი ჩვენთვის და საზოგადოებისთვის რა თქმა უნდა ცნობილია და სწორედ ესვე რა იტანეს, აი ამას არეპოებიან ევროკავშირში და სწორედ ამიტომ არის ის თავდასხმები რაც არის, მაგრამ ვიმედოვნებ თუ ორბანი მოძლიერდება და თავისი გავლენას გაზრდის ევრობიუროკრატებზე და ასე ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ჩვენ და საუბედუროდ განსაკუთრებულ როლს თამაშობენ საქართველოსთვის, როგორც გადატვირთვის ეტაპისთვის მნიშვნელოვანი იქნება და პოზიტიური ცვლილებები და პოზიტიური ძვრები შესაძლოა როგორც ტრამპის ადმინისტრაციასთან, ასევე ევროკავშირთან მოხერხდეს, რისთვისაც რა თქმა უნდა ქართული ხელისუფლება და ჩვენც ხალხი მზადა ვართ. დიდი მადლობა, გიორგი ქაჯაია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ასეთი იყო მოვლენთა ქრონიკა და გაიცანით ყველა სიახლეს იმედი ნიუზ-ზე 4 შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.